რეგიონში არსებულ უცხოურ ობიექტებში დასაქმებულთა სამუშაო გრაფიკი ბოლო თვეების განმავლობაში გაიზარდა, თუმცა მათი ანაზღაურება მინიმალურზე ნაკლებია. აცხადებს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე, იგი განმარტავს, რომ მსგავსი შემთხვევები განსაკუთრებით ხშირად მეზობელი თურქეთიდან შემოდინებულ ინვესტიციების შედეგად გახსნილ საწარმოებშია. მან დღეს მაგალითისთვის სოფელ ბობოყვაჩი მდებარე აჭარა ტექსტილი მოიყვანა, სადაც მისი ინფორმაციით დასაქმებულებს სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე შეუსაბამო ანაზღაურება აქვთ. უფლებადამცველი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავს და ურჩევს, რომ ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების განხორციელებისას გაიზარდოს ადგილობრივი კადრების დასაქმების მაჩვენებელი და მათი ანაზღაურება. საკითხზე კომპანია აჭარა ტექსტილში ადმინისტრაციაში კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციაში კი განმარტეს, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობა შრომითი კანონმდებლობით რეგულირდება, შესაბამისად დასაქმებული პირობების შესახებ წინასწარ ინფორმირებულია. ფაქტიურად მაქსიმალური დატვირთვით ღებულობს მინიმალურ ანაზღაურებას. მაგალითისთვის მე შემიძლია მოვიყვანო ბობოყვათის სამკერვალო ფაბრიკა, იქ დასაქმებულ ადგილობრივ ესე იგი კადრებს აქვს მინიმალური ანაზღაურება. ჩვენ მიმართავთ მთავრობას, რომ უცხოურ ინვესტორებთან ურთიერთობის დროს აუცილებელი პირობა უნდა იყოს და ჩაიდოს, რომ ადგილობრივი კადრები იყოს დასაქმებული და მათი ანაზღაურება უნდა იყოს საშუალოსთან მიახლოებული მაინც. აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენი ასოციაციის პოზიცია არის შემდეგი, რომ კონკრეტულ შემთხვევაში დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის ურთიერთობა რეგულირდება შრომის კანონმდებლობით და აგრეთვე მათ შორის გაფორმებული შრომით ხელშეკრულებით. შესაბამისად, სანამ დასაქმებული გააფორმდა შრომით ხელშეკრულებას დამსაქმებელთან, ის ეცნობა ძირითად პირობებს, აგრეთვე როგორც არის თქვა სამუშაო საათები, როგორც არის ანაზღაურება, შესაძლებელი სამუშაო ზოდინობა, მოცულობა და ასე შემდეგ. ანაზღაურების საკითხი არის ისეთი საკითხი, რომელიც უშუალოდ რეგულირდება დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე.